გამარჯობა, მე ვარ ლინაკო და მე საერთოდ არ ვიცი სახში კარის შეცვლა, კედლების გამაგრება და სხვენის იატაკის დაგება. მაგრამ მე ხო ძველი სახლი ცოტა ხნის წინ იმედით ვიყიდე, რომ ჩემით გადავაკეთებდი. ამიტომ ამ ვლოგში გავაკეთებ იმას, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. ჩვენს ხელოსნებს სანამ ამისთვის არ სცალიათ, მე და საშამ დავიწყეთ კედლების გამაგრება, ოღონდ ოფიციალური გამაგრება არა, უბრალოდ სანამ გავლესავთ, გვინდა რომ ყველაფერი ერთიანი იყოს და ეს ბადე უნდა გავაკრათ ახლა ამით და ამით. აქ ძველ კედელზე მომაგრებ რკინის ბადეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გინდა რომ შემდეგი ფენა იქნება ეს ბათქაში, შპალი, როგორ თუ დეკორატიული გალესვა, მყარად და თანაბრად დაჯდეს. ძველი კედლები ხშირად არაპლანური და დაზიანებულია, ზოგან ბათქაში მორღვეულია, ზოგან კიდე ზედაპირი ისეთი გლუვია, რომ ახალი მასალა უბრალოდ ვერ ეჭიდება. რკინის ბადე ამ პრობლემას აგვარებს. და უზრუნველყოფს ძლიერ მოჭიდებას, კედელსა და ახალ შეშს შორის, ასევე ანაწილებს მექანიკურ დატვირთვას და ამცირებს ბზარების გაჩენის შანსს მომავალში. მნიშვნელოვანი არის, რომ ბადე კედლის მთელ მონაკვეთზე ერთგვაროვან მთლიანობას ქმნიდეს. ეს ერთგვარი ფიქსაცია არის, რომელიც კედელს კიდევ უფრო აძლიერებს და ახალ გალესვას დამატებით სტაბილურობას წერს. მოგეთ რო ვთქვა, ეს დეტალი შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ დიდ გავლენას ახდენს საბოლოო შედეგს და ამ ყველაფერს მომავალში ნამდვილად დავაფასებ. როგორი დავარცხნილი და პროფესიონალური სიტყვა იყო, ხო? სინამდვილეში ეგეთი წინდახედული არ ვარ და მეტიც ტოქსიკური ურთიერთობა მაქვს ჩემს ჩაფხუტთან, რომლის გამოყენებაც არასდროს მინდა, მანამ სანამ ჭკუას არ ვისწავლი და როგორც ჩანს, დღეს არის ის დღე, როდესაც მე და ჩაფხუტი აუცილებლად უნდა დავმეგობრდეთ, იმიტომ რომ ეს ბადე უბრალოდ თავში მეცემა. აქ ძალიან მეტკინა, უბრალოდ არ ვიმჩნევ, იმიტომ რომ ვიცი რომ კამერა ჩართულია და აი ამ წამიდან მე და ჩაფხუტი დავმეგობრდით. მე მაგ ქუდს აღარ მოვიხსნი რა. აია. ოკაი, მაგრამ აი ამ კუთხეებში. აკრიტოფია რა. იგი ვაი გამოძენილი ეს ვაი რა. არის? აი, აქ თავი ვერ მიაყოლე. ვაი, ძალიან მოხდა ეს ყველაფერი. ეს უნდა შევინახო, ხო იცი? შეგვიძლია გვადეს. ახალი კარი მაქვს თუ რა? დღეს ძალიან ბევრი რაღაც ვიყიდეთ. ჩვენ ვიყიდეთ აქვე ბადეები და ბადეები. ან დიდი ბადეც ვიყიდეთ და წვრილი ბადეც ვიყიდეთ და დაახლოებით 500 ლარამდე დამიჯდა თავის დამჭერებიანად. დამჭერებად გამოვიყენებთ გიფსოს საკითხს. დიდი ბადე. ღმერთო ჩემი. ეს იყო ყველაზე სულელური მოძრაობა. მაგრამ არა ვშ. ანუ ეს დიდ ბადეს რომ მივაკრავ კედელს. ამას ესე მოკეთ გადავუღუნავ, გონი ესე. და კედელზე მივარტყავ რა ლოქსმან. ამის გამოყენება იმიტომ დამჭირდა, რომ ძალიან ცუდი ბლოკით არის ბოლო ოთახი აშენებული. ცუდი რა იფშნება, მარტო შუაგული აქ მყარი. უკვე ვინერვული, მაგაზე არ დაარწოთ. და დაახლოებით ეგ მაგის დაჭერად დამიჯდა 500 ლარი და ეს კარი, რომელიც სუსტად ესეთია როგორც მინდოდა, დაждდა
1500 ლარი თავის გაკეთებიან ჩასმიანად. ჯერჯერობით შეიძლება იდეალურად არ გამოიყურება, მაგრამ ზუსტად ისეთი არის, როგორც იყო ეს სახლი, როცა ვიყიდე რა. ძალიან ჩვეულებრივი, მაგრამ პოტენციალს თუ დაინახავ, გამოვა რამე. ამიტომ სადღაცას ბოლო სერიაში ან ბოლო TikTok-ში იქნება ეგრე, რომ ამ სახლის ფასადს თლიანად, ანუ ფერს როდეს მე გადავწყვეტ და რომ გავაკეთებ, ამ კარს ძალიან ლამაზად შევღებავ რა. ახლა ერთ სული მაქვს, როდის მორჩებით, რომ სახლში შევიდე. სიმაღლე. შევიდე. ოღონ ალო. ხო, მითხარი რა დაკობა. არა, შეეცლება. აი და. საშო, ძალიან შემაშია. სამივე? აი, წარმოვიდგინე, რომ ეს დიდ ოთახში დიდ კედელზე ამას ერთს ვაკრავ, დანარჩენში წვრილებს. ო, რა მაგარია. დღეს ძალიან დატვირთული დღე მაქვს. დღეს უნდა მოვიტანო და ჩავსვა ახალი კარი ჩემს სახლში. უნდა მოვიტანო ცეპერი. აქ უნდა დავასაწყობო ძალიან ბევრი ტომარა თუ რაშიც იქნება, რომ მე დავიწყოთ ლესვა. სხვენის იატაკი უნდა დავჩექო, როგორ გამოიყურება. ამ ოთახში იდეალურია, მაგრამ სხვა ოთახებში რა ხდება და მე და საშამ უნდა გავაკვრათ დამცავი ბადეები, ან კედლის გასამაგრებელი, ან რაღაცების დასაფიქსირებელი ბადეები თითქმის მთელ სახლში. გონი თითქმის მთელ სახლში ვერ მოვასწრებთ, მაგრამ რასაც მოვასწრებთ. დავიწყოთ. ერთიც გამოვჩა, ბარემ მაქაურობასაც მივალაგეთ. Tie you up now. I don't wanna do the thing. I don't wanna have you, baby. I just wanna have a fling. I wanna go down, stay, kissing your feet, and you make me crazy. Yeah. Tell me what you want. მაგალითული ერთმანეთს პარალელურად ვერაგებთ. გამარჯობა, რამდენი ხანში იქნები? I just wanna try to get you in the mood. I just wanna hit you spot. I wanna get low. Wanna get low. I wanna go down, stay, kissing your feet, and you make me crazy. I wanna go down, stay, kissing your feet, and you make me crazy. ვინმეს თუ გაქვთ ცუდი დღე ჩემი მეგობრებიდან, შემიძლია აქ მოგიყვანოთ. აი ესეთი დღეები რო გაქვს, არაფერი რო არ გიხარია და ისეთ რაღაცებს გაგაკეთებინებთ, რომ აი ეხა მე და საშას გვიხარია, რომ გავარტყავთ ლურსმანს ისეთ ადგილას, რომ უკან არ ამოდის და ნუ კარგად ჩაჯდება. ამიტომ პატარა ბედნიერებების სახლი, რინაკოს სახლი მობრძანდით. აუ ეს რა მაგარი კარია. უნდა მოიხურო. კარი მაქვს და ანუ ვიკეტება და დაკეტვის ხმა ისე სამჯერ. აი აფარი. ამჯერ აი დიდი მანქანები რომ მოდიან ხოლმე ჩემს სახლთან. ვერ ვიაზრებ რომ რა. დიახ რა პრობლემაა? დიახ რა მითხოთ რა პრობლემაა? მოდი ვისი ყარო პროცესი ხო? აჰა. მოკმები. აი გარი. ეს მანქანა ჩვენია? აუ რა. სანდომ მოგვიტანა ცეპერი და მე მეგონა რომ ამდენი არ იქნებოდა. მოკლედ სანდომ ცეპერი უკვე მომაწოდა. მოვიდა უზარმაზარი მანქანა, რომელსაც აქ არ ვიცი რა ქვია იმას, ობობა ქვია თუ რაღაცა, ანუ აი მანქანებს რო აქვს რაღაცა რა. ტვირთის გადმოსადები თავის. ეგეთი მანქანა მოვიდა და გუკითხა, აქ ვინმე არ არისო, ვინ შეწრებსო ჩემ დახმარებასო, მეთქი რაში ჭირდება დახმარება. და მითხრა რომ
ეს რომ გადმოდებს ამ რაღაცით ჩემს ეზოში ამ ძალიან ბევრ შეფუთვას 10 ჯერ მომიწევსო გადაძრომაო რომ კამარი მოხსნაო. გამოიცანით რა უთხარი? ანუ ჩვენ აქ რისთვის ვართ? ხოდა ხა მე და საშე გადავძრებით და ძალიან მარტივად მოხსნით კამერს და პატარა რიმაინდერი ჩვენი ქალებისთვის რომ რაღაცები მართლა ძალიან რთულად ჩანს, ან ეგრე აღიწერება ხოლმე და ერთხელ მაინც ანუ თუ არ გეზარებათ და ჩვენსავით ენთუზიაზმით სავსეები ხართ, დატესტეთ რაღაცები. აი რაღაცას რო გეტყვია რომ მოკლედ ბეტონს ვერ იმას იზამბობ რა ჩაასხავ რა და პირობითად თქვი რომ ამ მოდი ვწდი, ოღონდ მარტო მშენებლობაზე არ არის რა. როგორც ადრე იყო სწავლაზე და აი მექანიკის ტარებაზე და ყველაფერზე რა, ანუ ერთხელ მეთქვა რომ მოდი დავტესტავ და თუ არ გამომივა, არ გამომივა. ბოლოს ვიხდები რომ თითქმის ყველაფერი გამოგივა, მართლა ეხა ტრილიონიან რაღაცას ვერ ავწევ მე ფიზიკურად, მაგრამ რაღაცები გამოგივა. თან ისეთ რაღაცები, რასაც ხელები გონება და მონდომება ჭირდება. თან საშას ოქროსფერი ხელდათმაი აქვს. ეს განა თავისია, ახალი იყიდა. არა, ჩემია. ნახე ეს გასკურა რო შემოვიტანე? იმიტომ რომ ნერვებს მიშრდა იქ. სახლის ლესვის დრო დადგა და აი აქ უნდა გავაჩინოთ ძალიან ბევრი ცეპერი. ვერაღუქამ ხოლმე რა მასშტაბის რაღაცას ვაკეთებ ხოლმე, მანამ სანამ დიდი მანქანა არ მოადგება ხოლმე ჩემს სახლს. იმხუხები შეძლებ. ეს რა არის? სახლში ჩამოვიფრინდა, ფილმები რო არის, რაღაც რო ფრინდება სახლში ეგრე. ძალიან მალე დავუწევთ გალესოს, არ მაინტერესებს როგორ იქნება ეს ყველაფერი. მანამდე უნდა გავაგრძელო ოთახის კედლების გამაგრება ამ ბადეებით, ამ დღეებში კიდე დავუბრუნდები. Another day. ბევრი სამუშაო მაქვს დღეს ძალიან. და ასევე ცუდი ამბავი მაქვს, არც იცი თუ არა, მაგრამ ჩემი კამერა გატეხილია. და ეხლა რამენაირად უნდა დავამაგრო, რომ დღეს ეს ეპიზოდი მაინც გადავიღოთ. სანამ კამერას დავამაგრებ, მოგიყვებით რა ხდება ახლა ჩემს სახლში. ახლა იყვნენ მოსულები. ის ხელოსნები, რომლებმაც უნდა გამილესნოს სახლი. ძალიან ბევრი დავალება მომცეს. ნიკა ვერ ასწრებს ბადის დამაგრებას და დახმარება სჭირდება. მე რისთვის ვარ აქ. დღეს ჩემი დავალება არის, რომ აქაურობა გავაკრიალო, რომ ბადის გაკვრა ძალიან მარტივი იყოს. ამისთვის მაქვს ორი ხელი.
ორი ხელთათ მაინც 20 ტომარა, ბევრი კარგი მუსიკა. და დაახლოებით 3 საათი. სანამ დავიწყებთ ლესვას, კედლები უნდა ჩამოირეცხოსო, ასე თქვეს და მართლაც ჩამორეცხეს. ამ ოთახს კიდე ჩამორეცხო უნდოდა, მაგრამ მაინც კარგია რომ ჩამორეცხეს. ულიმიტოდ მიწევს ამ ოთახის დალაგება. არ დავუყრით ვარ, საერთოდ არ დავუყრით ვარ, მაგრამ მეცინე, არც მეტირება, მეცინება. რომ ამ ოთახის დალაგება შეუძლებელია. ოპერაციას გადაარჩინა შენი საყვარელი ავეჯი. და ჩემი საყვარელი ნივთი ამ სახლში არის ბალიშის პუფი, რომელიც გოგოებმა მაჩუქეს. გოგოები ფიქრებენ, რომ თუ ახლა მიყვარს რატო არ უხდები და დღემდე ამ სახლში რატო არის. იმიტომ რომ ჩემ მანქანაში და საშას მანქანაში ვერაფერს ჩავტენეთ ეს. რომ უკან წაგვეღო და მე ვიფიქრე რომ წავიღოს არ წავიღო თქო. და ნუ რადგან ამ სახლშია სულ იყო სულ ამ სახლში უბრალოდ რომ მორჩება ეს ყველაფერი კარგად გავრეცხავ და ახლა ეს პუფი სასწაულებრივად უნდა აღმოჩნდეს დედა სართულზე. ახლა რომ გამომივიდეს, ესე იგი ზომბი აპოკალიფს მარტივად გადავურჩები. ზომბი აპოკალიფსი რომ დაიწყოს. შვენიერია. ჩემს გონებაში დაახლოებით ცოტათი მაინც გამოდის რა. ეხა არის უძრავი ჭოჭონაკია. მოძრავი რომ იყოს, ორჯერ ნაკლები ძალა დამჭირდება და ამის. You see? სახლს ვალაგებდი და ეზოსაც ვალაგებდი. ახლა გადავწყვიტე რომ ეზო უბრალოდ ფეხებზე დავიკიდო. ქლიანი ნაგავი იმავთ ზუგარეთ და რო ვთქვი ჩემ გამომწერებს მოვიყვან მეთქი. თუ თანხმა იქნებით, ეზოს დალაგებაში დამეხმარეთ. უბრალოდ არის ძალიან ბევრი ნაგავი, რომელიც უბრალოდ უნდა ჩავდოთ ტომრებში. მოვა დიდი მანქანა და თვითონ დატვირთავენ და წავლენ. ასე თქვით ამაზე. მე და საშა რომ ამ სახლში დავჭით, გახსოვთ? მოგად მე და ჩემი მეგობარი ერთხელ ამ სახლში დავჭით და ეს ვიყიდეთ წვადები შევწვით და იმით შევინახე რომ აი კიდე მომიწევს წვადები შეწვადა. ვიტოვით ალბათ ხო რომ სისულელე იყო. დღეს ვფიქრობდი რამდენად დიდი შეცდომა დაუშვი მეთქი რომ სხვენის ატაკის გაკეთება დავიწყე თქო და ძალიან ბევრი ფული მიდის მაგაში თქო. მაგრამ ახლა როდესაც თლიანი სახლი დასაცლელია და ჩემი ავტოფარეხი სავსეა და რაღაცებს ფიზიკურად ვერ დავატევ, ხვდები რომ შემიძლია ეს პუფი და რაღაც ხელსაწყოები სხვეში დავდო. ანუ გონივრული გადაწყვეტილება იყო ყოჩა ღლინაკო. მართლა არ მინდა გააკეთა ჩემი საქმე, მაგრამ არ გავჩერდი და თითქმის ყველა ოთახში მოვაქუჩე ნაგავი, ახლა უბრალოდ უნდა ჩავყარო. მე თუ არ გავაკეთებ მამას, არავინ არ გამიკეთებს.
სახს შეეძლოს ხოლმე რომ ადამიანები გადაიქცეს და დამიხმაროს. იმ დღეს ჩემს სახლში კარი შევცვალე და ახლა ახალი კარი დავაყენე. მაგრამ მანამ სანამ ძველ კარს გადავაგდებ, უნდა მოვხსნა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რაც საერთოდ ამ სახლს ჰქონდა. კარის ნომერი, რომელსაც 21 წერია. 21 ჩემი საყვარელი რიცხვი არის და ეს სახლი რო ვიყიდე, საერთოდ არ ვიცოდი რომ კარზე 21 იყო დაწერილი. რომელიღაცა ეპიზოდში შემთხვევით კარის დამაგრების დროს აღმოვაჩინეთ და ძალიან გამიხარდა, გახსოვთ? ხო და ამ ხის ნაჭერს ისე ვერ მოვიშორებ, რომ ეს არ მოვაძრო და ჩემს ახალ კარზე არ გადავიტანო. და ამის მოძრობა არ ვიცი. არც ხელსაწყოები მაქვს თან, ამიტომ ყველა სხვა და დებილ ხერხს მიმართავ, რომ ეს ამას მოვაშორო. სამწუხაროდ ისეთი ლურსნებით არის დამაგრებული, რომ ვერ ამოვიღებ მარტივად. ამიტომ ბევრ რაღაცას ვცდი. პირველი იქნება თხელი, არც ისე თხელი, რკინის ნაჭერი, რომელსაც შევაცვლებ ამის ქვეშ და ვნახავ თუ გამომივა. არ გამოდის. მეორე, ვეცდები რომ აი ამით გარშემო ნახრეტები გავუკეთო, რომ მე უფრო მარტივად შევახციო შიგნით. ჩემ ძველ კარს მოვაძრე ეს ნიშანი 21 და როცა ახალი კარი იქნება საბოლოოდ მზად და ამასაც დავასუფთავებ, დავამაგრებ ახალ კარზე და ძალიან მაგარი იქნება. ვისაც წინა ეპიზოდები არ გაქვთ ნანახი, ეს სახლი როცა ვიყიდე, არ ვიცოდი რომ კარზე 21 ნომერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი 21 ნომერში არ არის, 21 ჩემი საყვარელი რიცხვია. ერთ-ერთი ეპიზოდის დროს, როდესაც კარზე რაღაცას ვაწევებდით, მე და ელენიკო, მაშინ აღმოაჩინე, რომ 21 ნომერი იყო რა. მე მგონა რომ მეჩვენებოდა და ძალიან გამიხარდა. ახლა რადგან კარი გამოცვალე, ძველ კარს მოვაძრე ეს და როდესაც ახალი კარი იქნება მზად, დავამაგრებ ამას თავიდან. ვიდეოს დასაწყისში ტყუილად არ ვილაპარაკე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ბადის გაკვრა ჩემ შემთხვევაში ყველა კედელზე. ეს პროცესი გაიწელა და იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმე ყოფილა კედლების ბადეებით დაფარვა. ეს არის სახლის მშენებლობის ყველაზე ბანძი ნაწილი. გამარჯობა. აბა რა არის ჩემგან საჭირო? აბელი ავტომატი საკერი. ეხავე. აქ არის კაბელი 2 წვერა. ჯერ კი ადრეა და სახლის ფასადის ფერიც არ მაქვს არჩეული, მაგრამ რადგან ამ ეპიზოდის მთავარი გმირი მაინც კარი იყო, მოდით მითხარით რა ფრად შეღებავდით ამ ლამაზეს კარს. ყოველთვის სახლის შეგრძნება მქონდა, მაგრამ რაც უფრო ბევრი დღე გადის, უფრო მეტად მიყვარდება ეს სახლი და ძალიან მაგარია. დღეს პირველად, რაც ეს სახლი მაქვს, შევძლებ, რომ ჩემი ახალი კარი გამოვიხურო ამაყად და უფრო ბედნიერად და ძალიან ბედნიერი ვარ. Home finally feels like home. და არ დამავიწყდეს. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ეპიზოდების დასაწყისში ყოველთვის ვასალმობდი ჩემს მეგობრებს და რადგან ახლა ახალი მეგობრები მყავს, ვესალმები ყველა მაგარ მუსიკოს, რომელსაც ვიოლინოზე, ფლეიტაზე და სხვა ინსტრუმენტებზე შეუძლია დაკვრა. იმედი ამ სახლშიც მალე ვიხილავთ ჩემ მუსიკოს მეგობრებს. და იმედია მალე დაუკრავენ ამ სახლში რამეს. დუდუ 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 მაგიტო არ დავაჩქიანე რომ თუ დაზი ყოჟვეთი გადაუარა